როდესაც ცუდად გრძნობ თავს, რა შეიძლება გააკეთო, რითი დაუჭირო მხარი საკუთარ თავს, რითი იყო მისთვის სასარგებლო ასეთ მომენტში და როდესაც ცუდი გუნება განწყობილება გსტუმრობს ადამიანებს, რა თქმა უნდა, ეს არავის არ სურს ხოლმე. რაღაც ანიშვეთი შემთხვევაა, როდესაც სურს ადამიანს ცუდად ყოფნა, თუმცა ძირითადად არ სურს არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს და ეს მაინც ცხოვრების ნაწილია. ყველას გისურვებთ კარგად ყოფნას, თუმცა ესეთი არსებული რეალობა ამ პლანეტაზე ცხადყოფს, რომ როგორც ფიზიკურ სხეულს აქვს ტკივილი, სიცხე, არ ვიცი, ალერგიული რეაქციები და ასე შემდეგ და ამ დროს ნეგატიური გამოცდილებები წარმოიქმნება და ისევე როგორც ჩვენს ფიზიკურ სხეულს, ასევე აქვს სასიამოვნო განცდების წარმოქმნის დიდი რესურსი, როგორც არის კმაყოფილება, ფიზიკური სიამოვნება, სექსუალური სიამოვნება და ასე შემდეგ, ასევე არის ჩვენი ფსიქოემოციური სხეულიც მოწყობილი. ის ფაქტი, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ და აქ ვართ ამ პლანეტაზე ვართ, თავისთავად განაპირობებს, რომ ხანდახან ადამიანს ექნება ნეგატიური გამოცდილებები, ცუდად იგრძნობს თავს და ასე შემდეგ. ეს სიცოცხლის ნაწილია და მეტიც, თვითონ ეს ნეგატიური განცდები და ემოციები ისეთივე ფასდაუდებელ ინფორმაციას შეიცავენ, როგორცაც შეიცავს ფიზიკური ტკივილი, სიცხე და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ ორგანიზმი, რომელსაც არ აქვს სიცხე ან ტკივილის განცდის აღქმის უნარის, ფაქტიურად ვერანაირ საფრთხეს, ვერანაირ ხიფათს, ვერანაირ თავდასხმას, ვერაფერს ვერ აღიქოს, შესაბამისად არის დაუცველი, მოწყვლადი და არ აქვს მას იმუნიტეტი. ასეთივე იმუნიტეტის გამოვლინება არის ფსიქოემოციური ტკივილები, რომელიც ადამიანებს აქვთ, რაღაცნაირად ირაცხება ხოლმე ფსიქიკური სიმპტომატიკა და ნეგატიური გამოცდილებები ფსიქოემოციური ირაცხება ხოლმე დარღვევებად ხშირად, თუმცა გეშტალტ ფსიქოთერაპიის დამფუძნებელი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში მამა ფრიც პერლსი ამბობდა, რომ ის რომ ადამიანის სიმპტომებს ავლენს, ნიშნავს, რომ ის ჯანმრთელია. იმიტომ რომ გარემო რაშიც ის არის, იმდენად სტრესავს, იმდენად ნეგატიურ გამოცდილებას და ნეგატიურ, ასე ვთქვათ, გავლენას ახდენს ადამიანზე, რომ თუ მას აქვს რაიმე ფსიქიკური სიმპტომი, ნიშნავს, რომ მისი ფსიქიკური იმუნიტეტი ცოცხალია და ის წარმოქმნის სიმპტომებს, რომ რაღაც ისე არ არის. ყველაზე, ასე ვთქვათ, ნაკლებად ჯანმრთელები არიან ადამიანები, რომლებიც მომწამლავ სისტემაში გულის რევას არ გრძნობენ, ანუ შეიძლება რაღაც მომწამლავი საჭმელი მიირთვას და არავითარი არც გულის რევა, არც მოწამვლა, ანუ ორგანიზმი ლეთარგიაშია. ეს არის, როდესაც ფიზიკურად ასეა. შეიძლება რა ვირუსი აქვს და სიცხე არა აქვს. და ყველაზე ცუდი ფილტვების ანთებაც თუ იცით, თუ გსმენიათ, არის უსიცხო ფილტვების ანთება, ყველაზე მძიმე ფორმა, ანუ ორგანიზმი არ იბრძვის. ასევე არის ფსიქიკურ შემთხვევაში, როდესაც ფსიქიკას გარედან სამყარო აწვდის დამაზიანებელ, ასე ვთქვათ, ინფორმაციას და ფსიქიკას აქვს რეაქციები, სიმპტომატიკა, ფსიქოემოციურად ცუდად განიცდის თავს და ასე შემდეგ, ესე იგი ჯანმრთელია, ესე იგი რეაგირებს, ესე იგი ორგანიზმი იბრძვის, ასე ვთქვათ, აწვდის ინფორმაციას საკუთარ ცნობიერებას, რომ აქ რაღაც ისე არ არის. ამიტომაც ფრიც პერლსი პირდაპირ ასე განიხილავდა ფსიქოპათოლოგიებს, რომ როდესაც ადამიანს აწუხებს სიმპტომი, ესე იგი მისი ჯანმრთელობა ადგილზეა, მოცემულია ენერგია იმისთვის, რომ აღქმულ იქნას, რომ რაღაც ისე არ არის. ეს შესავლის სახით, რადგან ადამიანები ხშირად შემიმჩნევია, რომ თავს იდანაშაულებენ, როდესაც აქვთ რაიმე ფსიქიკური საკითხი. მაგალითად იდანაშაულებენ თავს თუ თავს ცუდად გრძნობენ, იქ მოდის მერე რაღაც დასწავლილი რაღაც წესი, რომ თუ თავს ცუდად გრძნობ, ესე იგი სუსტი ხარ, ესე იგი არაჯანმრთელი ხარ, თუ თერაპია დაგჭირდა და თერაპევტთან წახვედი, ესე იგი შენი შინაგანი ძალები არის სუსტი და ენერგია არ გეყო, რომ შენ თვითონ მიგეხედა შენი პრობლემისთვის და ეს ძალიან გავს კბილის ამოღებას. აბა სცადეთ და კარიესიანი კბილი ამოუღეთ თქვენ თავს, ხო? ეგ შეუძლებელია. ჩვენ ადამიანებს რაღაცებში ერთმანეთი გვჭირდება, ეს ჯანმრთელია, ბუნებრივია, ასეა სამყარო მოწყობილია, ჭიანჭველები მთლად ერთ ორგანიზმად არიან დაორგანიზებული, ხო? ადამიანს ინდივიდუალიზმი ძალიან ესაჭიროება, განცალკევება და ცალკე ყოფნა, თუმცა ასევე ესაჭიროება აუცილებლად კონტაქტი, სოციალური ურთიერთობები, ჯანსაღი.
და როდესაც აქვს არაჯანსაღი, ჯანსაღის ნაცვლად იწამლება. შესაბამისად წარმოიქმნება, ესე ცუდი გუნება, განწყობილება, ნეგატიური ემოციები, ნეგატიური ქცევები და ასე შემდეგ და ნელ-ნელა თუ ეხლა ამას ცნობიერებამ არ მიხედა და არ ჩაერთო აქტიურად ამ კრეატიულ პროცესში, რომ როგორ ვიყო თან ჩემი თავი და თან არ მოვიწამლო და რა გამოსავლები არსებობს ჩემს ცხოვრებაში, ხო? ამ შემთხვევაში ხდება უბრალოდ მომატება სიმპტომატიკის. სიცხე კიდევ უფრო აიწევს, მე კიდევ უფრო აიწევს და ასე შემდეგ. და რაღაც მომენტში, როდესაც სიცხე იწევს და ადამიანი ფიქრობს უკვე, რომ აი რა ვქნარით მივეხმარო ჩემს ორგანიზმს, ან გნებავთ ფსიქიკას, როდესაც რაღაც ფსიქიკურ სიმპტომატიკას შევიგრძნობ, უკვე დაიწყება აქტიური კვლევა ამ საკითხებისა. და ეხლა აი თქვათ წარმოვიდგინოთ, რომ ამ მომენტში ვართ, ჩვენ უკვე აღვიქვით, რომ რაც არ უნდა თქვათ ჯანსაღად ვიყო და რაც არ უნდა კრეატიული გამოსავალი მოვძებნო ცხოვრებაში, ცუდად ზოგჯერ ვიქნები. ეს უბრალოდ მოცემულობაა, რაღაცა დამაფრუსტრირებს, მივიღებ უარყოფას, მივიღებ უარს იმაზე, რაც გულით მინდოდა. ეს გარდაუვალია. ცოტა მეტს, ცოტა ნაკლებს, მაგრამ ყველას ჩვენი წილი გნებავთ უარი, გნებავთ გამოწვევა, გნებავთ წაგება და ასე შემდეგ გვერგება, ხო? ეს არის ცხოვრების ნაწილი. ის ვინც არაფერს არ აკეთებს და გაჩერებულია, იმას არ ექნება წაგება, იმას არ ექნება უარყოფა. ეს ყველაფერი მოსდევს იმას, როდესაც ქმედებ და მე გისურვებთ, რომ ქმედებდეთ ცხოვრებაში, რომ ქმედებ, ცოცხლობ, მოძრაობ და ამ შემთხვევაში ხან გამოვა რაღაც, ხან არ გამოვა. იმიტომ არის ეს გამოთქმა, რომ აი წაგება და მოგებაო ძმები არიანო, ხო? თუ თამაშობ, შეიძლება წააგო. ეს თამაშის ნაწილია. და ამის ინტეგრაცია და ამასთან ერთად ყოფნა, რომ მე შეიძლება ზოგჯერ ცუდად ვიყო, არის ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება ადამიანისთვის და არა ფანატიკური მცდელობა, რომ ავირიდო ცუდად ყოფნა. მოდით ახლა უკვე გადავალ პრაქტიკულ რჩევებზე, იმიტომ რომ ეს კონკრეტული ლაივი მინდა რომ ძალიან მოკლე იყოს, თორე ეს ძალიან დიდი თემა არის და ვთქვათ ასე. მე ასე დავაკვირდი და ესეთი ფენომენი არსებობს, რომ როდესაც ადამიანი სტრუქტურიზებას აკეთებს რაღაცა საკითხის და აკვირდება მას აქტიურად, თავისთავად ფენომენოლოგიურად ხდება ცვლილება და ხდება უკეთ. ეს ჯერ კიდევ უზნაძემ შეამჩნია, მე უზნაძისგან მახსოვს, თუმცა სხვა თერაპიულ სკოლებშიც არის შემჩნეული, რომ როდესაც შენს ნეგატიურ ემოციას აკვირდები, ის უკვე იცვლება და მას ამპლიტუდა აკლდება. მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ ინტუიციით, როცა ნეგატიურად შევიგრძნობთ თავს, გაურბივართ ამ გრძნობას და ვიყურებით სხვა მხარეს. ეს ძალიან ადამიანური რეაქციაა. ტკივა და მე, არ ვიცი, იუმორისტულ ფილმებს უყურებ, რომ არ ვიგრძნო უარყოფის ტკივილი პირობითად, ხო? ამის ნაცვლად რეკომენდაცია აბსოლუტურად ყველა ფსიქოთერაპიულ სკოლაში არის, რომ დავაკვირდე, როგორ განვიცდი იმას, რომ მეტკინა. უარყოფა იყო ეს, წაგება იყო, დანაკარგი იყო, ძალიან ბევრი ადამიანური გამოცდილება, რომელიც იწვევს ნეგატიურ გრძნობას. ესე იგი, პირველი ნაბიჯი არის, რომ ჩემი გონების თვალით და აღქმით მოვტრიალდები და ვაკვირდები ჩემს ნეგატიურ გრძნობას, რომ ვარ ცუდად. პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი არის, რომ ვსვავ ახლა ასეთ კითხვას. ამ ჩემი ნეგატიური გამოცდილებიდან და ამ გრძნობიდან, რასაც ახლა განვიცდი, რა არის, რაც არის ჩემი? რა არის, რაც არის ჩემს გარეთ? ჩემს საზღვარს შიგნით რა არის და რა არის ჩემს საზღვარს გარეთ? ამ კითხვაზე, აი პირობითად რო ავიღოთ უარყოფა, არსებობს ესეთი პასუხი. ჩემს საზღვარს შიგნით არის ის, რომ მე ვუთხარი, რომ რაღაც მინდა, ან მოვითხოვე რაღაც, ან ვისურვე რაღაც, ეს არის ჩემს შიგნით, რამაც ჩემი ფრუსტრაცია გამოიწვია და ჩემს გარეთ არის ის, რომ იმ ადამიანმა თუ იმ ადამიანთა ჯგუფმა მითხრა არა. ანუ ის ჩემი ფრუსტრაცია აგებულია აი პირველ რიგში ამ ორი რამისგან, რა ვქენი მე, რა გავაკეთე მე და რა გააკეთა სხვამ. ეს ორივე არის მნიშვნელოვანი. ეხლა არ ვიცი თუ აკვირდებით, მაგრამ თუ გამომყევით ამაში, შეიძლება აღიქვით, რომ არის თქვენ შორის ადამიანები, ვისაც აქვს ტენდენცია, რომ თქვას, რომ რასაც განვიცდი, ჩემი ბრალია, ანუ ეს მე ვარ, და არის ხალხი, ვისაც აქვს ტენდენცია, რომ თქვას, რომ მე რასაც განვიცდი, იმათი ბრალია, იმის ბრალია, გარეთ.
ეს ორივე არის აცდენა და იწვევს უფრო მეტ ფრუსტრაციას და უფრო მეტ ტკივილს, ვიდრე რეალურად შეიძლებოდა მეგრძნო, თუ მე დავრჩებოდი საზღვრებში. ანუ საზღვარი რაღაცნაირად მოირღვა და დაირღვა მისი აღქმა, იმიტომ რომ დაკვირვება ჩვენ არ გვასწავლეს სამწუხაროდ ბავშვობიდან პირიქით გვასწავლეს ყურადღების გადატანა ინტუიციიდან გამომდინარე და ამიტომაც ადამიანები ავტომატურად ასე არიან, რომ დაკვირვება რომ შესუსტებულია, მაგრამ რა თქმა უნდა მოცემულია. რაღაცა ნაწილს მაინც აღვიქვავ რა. აი შეუძლებელია საერთოდ ვერ აღვიქვავდე და შეიძლება მთლიანად აღვიქვავ რომ რაც მე მეტკინა და დავფრუსტრირდი ჩემი ბრალია. ან შესაძლოა აღვიქვავ, რომ რაც მე მტკივა ეხლა და რასაც განვიცდი მთლიანად სხვების ბრალია და აი ამ საზღვრის უკვე ნათლად გავლება, რა გავაკეთე მე, როგორი მტკივა, რა გააკეთა სხვამ, როგორი მტკივა, ხო ეს პირველი ნაბიჯი. ეხლა აქ არის მესამე წევრი, რომელსაც იშვიათად შეამჩნევენ ხოლმე ადამიანები. და მესამე წევრი არის ჩემი ფანტაზიის უნარით, რას აღვიქვავ ამ ყველაფერთან ერთად. ნახე, ერთი არის რომ მე უთხარი რომ მინდა, იმან მითხრა არა და მესამე არის რომ მე ეხლა ეს აი ამ სიტუაციაში იმის გარდა რომ მე ეს უთხარი და იმან არა მითხრა, რა წარმოვიდგინე კიდე ზევიდან და რა შეიძლება წარმოვიდგინე, ანუ მესამე წევრია, ნახე. ესეც უნდა კარგად კაფიოთ დავსახო. მე წარმოვიდგინე რომ არა იმიტომ მითხრა რომ ამიტომ იმიტომ, მე წარმოვიდგინე რომ მეკუთვნის არა ამიტომ და იმიტომ, ან მე წარმოვიდგინე რომ მას თქვათ რახან არა მითხრა, დამცირება უნდა ჩემი, ან შეიძლება წარმოვიდგინე რომ მე სპეციალურად მივედი ისეთ ადამიანთან, რომელსაც მე ჩემთვის არა უნდა ეთქვა და მე ვარ საზიზღარი ამის გამო, ჩემ თავს ამებს უჩალიჩებ და როგორ გითხრათ, აი გრამაფონივით რაღაცა ჟღერს წარმოსახვაში აუცილებლად. ეს არის მესამე წევრი. ანუ, როდესაც თავს ცუდად გრძნობ, რომ შევაჯამო, პირველი არის მოვატრიალე ყურადღება და ვაკვირდები ჩემს გრძნობას, რომელიც განფენილია ხოლმე სხეულში, სხვადასხვანაირად აისახება. მეორე, რასაც ვაკეთებ, სვავ კითხვას, რომ ეს სამი წევრი რა არის, რა გავაკეთე მე, რა გააკეთა სხვამ და რა დავამატე მე ჩემი წარმოსახვის უნარით, რომელიც ყოველთვის აქ არის. ამის ჩახსნა თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი რამ შეგვიძლია რომ ერქვას სახელი. იმიტომ რომ ეს საზღვრები რომ დაალაგდება, ნახეთ, მე ხა აღარ ვიტყვი მე რა უნდა ქნა. მე არაფერი აღარ უნდა ქნა, ამ სამ საზღვარს რომ დაალაგებ, შენ თვითონ იგრძნობ მე რა მოხდება. მე ამას უბრალოდ როგორც გამოცდილებას ისე ვაზიარებ და როგორც ფენომენს, რომელიც შემიმჩნევია, რომ აი ამ სამ წევრს რომ კაფიოდ გამოხატავ, მე რაღაცა, როგორ გითხრა, თავისით ხდება რაღაც, რომელიც ძალიან ინდივიდუალურია ყველა ადამიანის შემთხვევაში, რა შეიძლება ამას მოყვეს, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც ხდება, არის რომ სიტუაცია მსუბუქდება. ნეგატიური განცდა აუცილებლად მოიცავს რაღაცას, რომელიც ჩვენც დავამატეთ და ეს რაღაცა გამოეცლება ხოლმე. ამას სხვა ენაზე რო ვთქვათ, დაგრაუნდებას ეძახიან ფსიქოლოგიაში, ან მიწაზე კარგად მოჭიდებას. იმიტომ რომ ეს ჩვენი წარმოსახვა დაფრინავს, მაღლა დაფრინავს. იქიდან გამომდინარე თან, რომ ჩვენ ასაკთან ერთად ვიძენთ გამოცდილებებს, კიდევ უფრო მეტი და მეტი რამ ჟღერს. აი მაგალითად, რა გავაკეთე მე, რა გააკეთა მან და ეხლა მე ვამატებ, რომ აი მთელი ცხოვრება მე ესე ვარ, მთელი ცხოვრება ყველა არას მეუბნება. არ ვიცი, ყველა არა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მიმიღია, მე მცელავს, იმიტომ რომ სუსტი ადამიანი ვარ და აი ესე და აი ეს ჩაირთვება და ტრიალებს. ძალიან ბევრი. ან შეიძლება რაღაცა წიგნებში წამიკითხია, რომ მსხვერპლი ხარ, როდესაც არას გეუბნებიან, შენ ხარ მსხვერპლი და შენ თვითონ მოიზიდე ეს და შენ აი როგორ გითხრა, ეზოთერულად და სპირიტუალურად რომ მოგეზიდა რაიმე სხვა ის ჰოს გეტყოდა და ასე შემდეგ და ამას პერსი ეძახდა horse shit. არა, elephant shit, ანუ სპილოს მძღნერი. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა წარმოსახვითი ფანტასტიკური სამყაროები, რომელიც ადამიანისთვის ძალიან ძვირფასია და ძალიან მიყვარს და ლამაზია და მეორეს მხრივ როგორც ყველა სილამაზე და ყველა მაღალი ღირებულება ამავდროულად არის
მაია და სახიფათო, რომ ილუზიაში შეიძლება ამოყო თავი და მიწა საერთოდ დაიკარგოს. და ამ შემთხვევაში ტანჯვა ორმაგდება, ათმაგდება. ანუ მე შემიძლია ჩემივე ტანჯვა, რომელიც რეალურია, გავზარდო, ან როგორ გითხრა, მისი, ასე ვთქვათ, ზედაპირი გავხადო რეალისტური და არა გავბერო. ასევე კიდე ერთი ტენდენცია არსებობს სამწუხარო, რომელმაც იცის ხოლმე ამ ტანჯვის დევალვაცია. არაფერი არ მომხდარა, რა იყო, უარი გითხრეს რაშია საქმე, ესე ვეუბნები ჩემ თავს. ესეც წარმოსახვითი სამყაროა, ნახე. მე რასაც ჩემ თავს ველაპარაკები, ამ უარყოფითი გამოცდილების შედეგად ეს არის მესამე წევრი. რომელსაც ძალიან ხშირად, ან ვერ ამჩნევს ადამიანი, ან გონია, რომ ეს თვითონ არის შერწყმულია თავისივე შინაგან წარმოსახვით ხმებს. არა და არა ხარ ეს. ადამიანი უფრო არის ის, ვინც აკვირდება ამ ყველაფერს. მე თუ შემიძლია ამასაც დავაკვირდე, რას ვეუბნები ჩემ თავს, ესე იგი არც ეგ არა ვარ. ოკეი, ესე იგი, პირველი ნაბიჯი მოვატრიალე ყურადღება ვაკვირდები ჩემს გრძნობას, ფრუსტრაციას, დანაკარგს, გლოვას, სევდას, სირცხვილს, დანაშაულის გრძნობას, მარტოსულობის განცდას, ძალიან ბევრია ნეგატიური ემოციები. თუნდაც ბრაზს, ან რა ვიცი, 1000 სხვა ნეგატიურ ემოციას ვაკვირდები, შემდეგ ვსვავ კითხვას. რა არის, რაც მე გავაკეთე? რა არის, რაც სხვამ გააკეთა აქ? გავმიჯნავ ამას კარგად. მესამე წევრი გამოჩნდება, რომელიც არის, რომ რას ვეუბნები ახლა მე ჩემ თავს და ფიქრებში რას ვატრიალებ და შეიძლება ვუმატებ გრადუსს ან ვაკლებ და არც ერთი არ ვარგა და უბრალოდ ამას როგორც კი შეხედავ, კარგავს ძალას და კიდევ ერთ წევრს დავამატებ ახლა. მეოთხე წევრი არის, რაღაცა არის, რაც არ ვიცი. ანახე, რაღაცა არის, რაც ვიცი, მე რა ვქენი, რაღაცა არის, რაც ვიცი, იმან რა ქნა, არის რაღაცა, რასაც აღვიქვავ ველაპარაკები ჩემ თავს და არის კიდევ ერთი წევრი, გაუგებრობის ნაწილი. არ ვიცი რა, რაღაცა არის, რაც არ ვიცი რა მოხდა. ნახე, და ამან რა ნეგატიური გავლენის მოხდენა იცის ხოლმე, როცა ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, რომ თავგანწირვით ეცდება, რომ გაარკვიოს. აი, რატო მოხდა ეს, რისთვის მოხდა, რით დავიმსახურე, რატო ეს კითხვა ისმის. და აი აქ ისევ რომ საზღვრებზე ვისაუბროთ, ხო? და არ დავიწყოთ ეზოთერულად ან რაღაც წარმოსახვებით ახსნა, რომ მე სამყაროში რაღაც სიგნალი გაუშვი და იმ სიგნალმა ესექნა და მე რაც დავთესე ის მოვიმკე, ან როგორ გითხრა, ვარსკვლავები ესე დაალაგდა, არ ვიცი, მერკური შევიდა, სადღაც გამოვიდა და ამის გამო მოხდა, რომ მე რო უთხარი იმან უარი მითხრა და ეხლა მე შევეცდები შემდეგზე, რომ რაღაც არ ვიცი, ჯადო გავაკეთო, რომ ვეტყვი კიდევ ერთხელ, კიდევ უარი არ მითხრას და მითხრას ხო და აი ამაში წასვლის ნაცვლად ვაღიარო, რომ არ ვიცი. ეს ნაწილი გაუგებარია. და კითხვა მაქვს აქ, შეგიძლია ამასთან ერთად ცხოვრება, რომ არის რაღაც, რაც არ იცი. და მე ვფიქრობ შეგიძლია. მე ვფიქრობ ძალიან დიდი რა არცოდნის წინაშეც კი შემიძლია რომ ვიცოცხლო და ვიცხოვრო. და აი ამ კონტროლის გაშვება არის კიდევ ერთი ძალიან როგორ გითხრათ, შემამსუბუქებელი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს ნეგატიური გუნება განწყობილების დროს, რომ არის რაღაც, რაც მე ვქენი, ნათლად ვხედავ ამას. არის რაც სხვამ გააკეთა, ამასაც ნათლად აღვიქვავ. არის რაც მე დავამატე ან მოუკელი, რომ არ მეგრძნო ჩემი ფიქრებით და ეს გავმიჯნოთ, წავიღოთ იქითკენ, რომ ეს მე არა ვარ. და დავრჩე უბრალოდ ამ ჩემს გრძნობასთან და არის მეოთხე წევრი, რომ რაღაც ნაწილი არ ვიცი. და ეს ოკეია და ეს ესე იქნება. სურო სოლომონ ბრძენი ვიყო, ვანგა ვიყო, არ ვიცი, კრიშნამურტი ვიყო, ერთად აღებული და არისტოტელესევიდან დავამატო და სოკრატე, მაინც დარჩება ნაწილი დიდი, რომელიც არ ვიცი. და ხო, სხვათა შორის ფსიქოლოგთან აქვთ ხოლმე ეს მოთხოვნა, რომ როგორ არ იცი, კაცო, ამ სიტუაციაში რა უნდა ვქნათ? არ იცი და არ ვიცი, მეგობრებო. ზოგჯერ არ ვიცი. თუ ძალიან დიდია თერაპიული პროცესის დროს ის, რაც არ ვიცი, ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, რომ არ ვიცი და გადავამისამართო სხვასთან. და ზოგჯერ შეიძლება არ ვარ მე კაი თერაპევტი ვინმესთვის. ან ზოგჯერ შესაძლოა არის რაღაც ნაწილი, რაც არ ვიცით და ამ ფანატიკური რკვევის ნაცვლად
უბრალოდ ცნობის მოყვარეობით ვართ განწყობილი, რომ ცოტა მეტი გავიგოთ. ოღონდ ამ არცოდნის ნაწილის ფლობის ფანატიზმით არა. დარჩება არცოდნა. ნებისმიერ თერაპიულ პროცესში, ნებისმიერ სიტუაციის გამორკვევაში, გამოძიებაშიც კი, სადაც პირდაპირ ფაქტებით მიდის რკვევა, ხო, და საუბარი დარჩება არ ნაცოდნი, შეუცნობელი ნაწილი, რომელიც არ აუშავს რომ იყოს იქ. უბრალოდ მას უნდა ერქვას სახელი და მის მიმართ განწყობაც საზღვრებში აღმოჩნდეს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხა მე რაც ვისაუბრე, რეალურად არის საზღვრების დალაგება. და ძალიან მაინტერესებს კომენტარებში დამიწეროთ ახლა რა განწყობაზე ხართ. რა ხდება თქვენში, როგორ აისახება ის, რასაც მე ვამბობ. ან რა ფიქრი მოდის, ან რა განცდა მოდის, ან მოგონება ხომ არ არის რამე რაც მოდის, ან არ ვიცი შეფასება თუ ნებისმიერი იმპულსი, რაც შეიძლება ეხლა თქვენ გიჩნდებათ, მე მაინტერესებს, რომ ვიცოდე. იმიტომ რომ ფენომენურად შესაძლოა კომენტარებში დაფიქსირდეს ის, რასაც მე ხა არ გეუბნებით, რომ ესე მოხდება, იმიტომ რომ მე არ მინდა ჩემი სუბიექტური გამოცდილება თქვენ მოგახვიოთ. ჩემ შემთხვევაში ეს საზღვრების დალაგება, რაც ხა აღწერე ნაბიჯ-ნაბიჯ, მუშაობს და იძლევა ხოლმე ერთ კონკრეტულ შედეგს, რომელიც ჩემთვის სასარგებლოა. ასევე თერაპიის დროსაც და ისედაც მიცდია ადამიანებთან შემეცნებითი პროცესების დროს ეს და იქაც მიმიღია უკავშირები, რომ აი რა ხდება, როდესაც ეს დალაგდება. თავისთავად რა ხდება. და არა ძალდატანებით, რომ აი ეს უნდა მოხდეს. იმიტომ რომ წინასწარ თუ განვეწყობით რა უნდა მოხდეს, იკარგება ის ინდივიდუალობა. ეს საზღვრის დალაგება ყველაზე რაღაცა დოზით მოქმედებს, მაგრამ შედეგი არის ხოლმე ძალიან უნიკალური. იმიტომ რომ ჩვენ საზღვრებში როდესაც ვართ უნიკალურები და როდესაც არ ვართ საზღვრებში და ვართ რაიმე დაცვის მექანიზმში, ძალიან გავართ ერთმანეთს და ძალიან გავართ დაპროგრამებულ მატრიცის წევრ არსებებს.